1000 ადამიანი გარდაიცვალა ფილტვის კიბოთი მხოლოდ 2021 წელს. და ეს წელი არ ყოფილა გამონაკლისი. ფილტვის კიბოს სიმსივნეთი გარდაცვალების მთავარი მიზეზია საქართველოში. სიკვდილობის ასეთი მაღალი მაჩვენებელი დაავადების გვიან სტადიაზე აღმოჩენასთან არის დაკავშირებული. რაც უფრო ადრე დაიწყებთ დაავადებასთან ბრძოლას, მით უფრო მაღალია მისი განკურნების შანსი. პირველ სტადიაზე აღმოჩენის შემთხვევაში განკურნების შანსი 65%-ია. მეორეზე 40, მესამეზე 15, მეოთხეზე კი სულ რაღაც 5%. საქართველოში შემთხვევათა 90%-ში დიაგნოსტირება მესამე-მეოთხე სტადიაზე ხდება, რაც დრამატულად ამცირებს დაავადების განკურნების შანსს. მნიშვნელოვანია, რომ სკრინინგი ჩაიტაროთ სიმპტომების გამოვლენამდე, რათა ადრეულ სტადიაშივე დაიწყოს დაავადებასთან ბრძოლა. უფასო სკრინინგი გეკუთვნით 50-დან 80 წლამდე ასაკის მწვეველ მოქალაქეებს, ან მოქალაქეებს, რომლებმაც სიგარეტის მოწევა 15 წლის განმავლობაში შეწყვიტეს. ფილტვის სიმსივნე სწრაფად მზარდი სიმსივნეა, ამიტომ რეკომენდირებულია მისი სკრინინგი ყოველ წელს ჩაიტაროთ. ყველამ, ვისაც უფასოდ გეკუთვნით სკრინინგი, მიმართეთ ეროვნულ სკრინინგ ცენტრს და ჩაიტარეთ უფასო კვლევა, რომელიც დაბალ დოზირებული კომპიუტერული ტომოგრაფიით კეთდება. სკრინინგ ცენტრების ნომრები შეგიძლიათ ნახოთ ამ ვიდეოს კომენტარებში. გააზიარე ვიდეო და დაგვეხმარეთ ფედერალისტებს ინფორმაციის გავრცელებაში, რომ ერთად ვებრძოლოთ კიბოთის სიკვდილობას.